გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირის ჟურნალისტი. დღეს 15 ივნისია და თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველოს ნიუსი. Amnesty International-ის საგანგაშო ანგარიში ქართული ოცნება ევროინტეგრაციის წინააღმდეგ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. სკოლებში კი სასულიერო კლუბები დაემატება. ამ და სხვა თემებზე მოგიყვება დღეს ჩვენი გუნდი. რეპრესიების ანატომია. Amnesty International-ის საქართველოსი ადამიანის უფლებების უმძიმეს უკუსლაზე ახალ ანგარიშს აქვეყნებს. საქართველოში განსხვავებული აზრი კრიმინალიზებულია, სამოქალაქო სექტორი კი ხალხის მტრად არის გამოცხადებული, ვკითხულობთ ანგარიშში. ორგანიზაცია მმართველ გუნდს ავტორიტარული მეთოდების გამოყენებასა და პროტესტის სასტიკ დარბევაში ადანაშაულებს. გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ქართული ოცნებისგან სასწრაფოდ მოითხოვს რეპრესიული კანონების გაუქმებას. ყველა უკანონო დაკავებული გათავისუფლებას და პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის შემთხვევების დამოუკიდებელ გამოძიებას. 60 საქმე ორ კვირაში. საზოგადოებაში სქროლვას ქრინვის სამმართველოდ მოხსენებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შექმნილი სტრუქტურა აქტიურად მუშაობს. უცხების ინფორმაციით 30 საქმე უკვე სასამართლოშია და ჩანიშნულია სხდომები 7-ზე კი შედეგი დამდგარი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამია შეურაცხყოფისთვის დააჯარიმა სასამართლომ ერთი მოქალაქე, თუმცა თავად გვარამია აცხადებს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ პროცესთან და საერთოდ არ იცის, ვინ და რატომ დააჯარიმეს. ამ ფონზე კი ქართული ოცნება ევროკავშირის წინააღმდეგ რიტორიკას კიდევ უფრო ამძიმებს. ევროკავშირის ტრაფარეტული ფრაზას ერთიანობა მრავალფეროვნებაში პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს. ეს შალვა პაპუაშვილის Facebook სტატუსიდან არის ამონარიდი. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე ასე გაფართოების საკითხებში ევროკომისარის მარტა კოსის ინიციატივას გამოეხმაურა. მან ევროპარლამენტის მიერ დასანქცირებული რუსთავიორის ქარდი გააზიარა და კოსის იდეა მომავალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შეჩერების შესახებ საბჭოთა კავშირს შეადარა. შალვა პაპუაშვილმა თავის სტატუსში ისიც დაწერა, რომ მარტა კოსის იდეის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირის წევრობა აღარ ენდომება და იქვე საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლიც გაიხსენა. Facebook სტატუსის შემდეგ დღის მეორე ნახევარში პაპუაშვილმა ამ თემაზე კომენტარიც გააკეთა. რომ თუკი რომელიმე კანდიდატი ქვეყანას გახდება წევრი, მას ექნება ყველა ვალდებულება, რაც კი აქვს წევრს, მაგრამ არ ექნება თანასწორი უფლებები. არ ვიცი, ვის თავში იხარშება ასეთი აზრები, რომ შეიძლება მთლიანად ერების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გქონდეს, რომ შეიძლება ევროკავშირის წევრები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან წევრებად დაანაწევრონ და მართლაც 21 საუკუნეში პირდაპირ ევროკომისიის პირიდან გვესმოდეს ორველისეული მიდგომა, რომ ყველა თანასწორია, თუმცა ზოგიერთი უფრო თანასწორი. ზუსტად ეს ითქვა პრინციპში გუშინ მარტა კოსის პირიდან. რაც სიახლე არ იყო, ამას ესე ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვევდნენ ამ აზრს. ქართული ოცნება ემზადება ფორმალურადაც გაწყვიტოს ევროკავშირთან ურთიერთობა. ასე შეაფასა ევროკავშირში საქართველოს ერჩმა 2005-2013 წლებში სალომე სამოდაშვილმა პაპუაშვილის განცხადება. სწორედ მასთან გავაგზავნებთ ახლა საუბარს. გამარჯობა, მადლობა თქვენი დროისთვის. ეს აღარ იქნება ევროკავშირი, რომლის წევრობაზე საქართველოს 4 წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლში წერია. თქვენ როგორ გაიგეთ პაპუაშვილის ეს ფრაზა? მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა როგორც ჩანს ცალსახად, რომ უნდა შესრულდეს ის დღის წესრიგი საქართველოში, რაც აინტერესებს რუსეთს და რუსეთისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ხდება სომხეთის შემთხვევაში, რომ საქართველოს ფორმალურად ჩაეხსნას ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს, მან როგორც ჩანს გასცა, ასე ვთქვათ, მითითება, რომ მომზადდეს უკვე ნიადაგი იმისთვის და საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს ოფიციალურად გაიწვიოს ფორმალურადაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი და ვფიქრობ, რომ დროში ალბათ ფიქრობენ ესე, რომ როდესაც უბიზო რეჟიმის საკითხი დადგება და გადაწყდება სავარაუდოდ ისე, როგორც ეს
მოსალოდნელია, როდესაც არც ერთი მოთხოვნა არ სრულდება მათი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ ამას უპასუხონ შესაძლოა უკვე ფორმალური გაწვევით ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის და დღეს ჩვენ ხედავთ რაღაცა პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომელიც საფუძველს ამზადებს ამისთვის, იმიტომ რომ ამ პროპაგანდისტული გზავნილების ამოცანაა, რომ დაარწმუნოს საზოგადოება იმაში, რომ ქართული ოცნება კი არ არის დამნაშავე იმაში, რომ ევროკავშირში საქართველო აღარ გაწევრიანდება, არამედ ევროპა შეიცვალა, ევროკავშირი შეიცვალა და პირობები, რომელსაც ევროკავშირი თავაზობს საქართველოს, აღარ არის საქართველოს ინტერესებში და მათთვის მისაღები. ეს არის მარტივი მე ვიტყოდი პროპაგანდისტული საინფორმაციო манипуляცია, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა. დიახ, თუმცა აი ახლა ცოტა თქვენ საუბრობდით, მაყურებელი უყურებდა იმ ბრიფინგის კადრებს, სადაც კობახიძემ თქვა, რომ 28 წლამდე აჩრებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. შესაბამისად, ამის პარალელურად არსებობს 78 მუხლი, რაც ხელისუფლებას ევროინტეგრაციას პრაქტიკულად ავალდებულებს. არ იქნება ეს ხელის შემშლელი აი ამ თუნდაც ფორმალური ნაბიჯების გადასატკმელად? 78 მუხლს რაც შეეხება ამ მუხლთან წინააღმდეგობაში უკვე არის ქართული ოცნების პოლიტიკა. ყოველ შემთხვევაში დანამდვილებით არის იმ დღიდან, როდესაც ირაკლი კობახიძე გამოვიდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ და გამოაცხადა, რომ წყვეტს ფაქტიურად ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. ამიტომ უკვე თითქმის 2 წელიწადია საქართველოს დღევანდელი მართველი პოლიტიკური დაჯგუფება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ეს არსებული ჩანაწერი არანაირი წინააღმდეგობა არ აღმოჩნდა მათთვის, რომ შეეწყვიტათ ნატოზე ლაპარაკიც აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ შემდგომი ამოცანა, რასაც ქართული ოცნება ისახავს საკუთარი თავისთვის, არის ის, რომ უკვე კონსოლიდაცია მოახდინოს კონსტიტუციური უმრავლესობის იმისთვის, რომ ფორმალურადაც ეს ჩანაწერი მომავალში ამოღებული იქნას საქართველოს კონსტიტუციიდან, თუმცა მისი არსებობაც პრინციპში არანაირი დაბრკოლება არ აღმოჩნდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის გაუქმების თვალსაზრისით ამ მართალი გუნდისთვის. და ბოლოს მინდა კითხოთ კოსის ინიციატივა რომ შეაფასოთ, რით არის ეს ინიციატივა განპირობებული და ასეთი განცხადებები პრინციპში ევროსკეპტიკოსების ცისხლზე ხომ არ დაასხამს წყალს? მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენ ალბათ უნდა გვესმოდეს, რომ ის რეჟიმები, რომლებსაც ფორმალურად აქვთ განცხადებული ევროკავშირში გაწევრიანებაზე პრეტენზია, მაგრამ რეალურად რუსულ დღის წესრიგს ატარებენ, ისინი ყველა შემთხვევაში რეალურად მათ მიერ წარმოებული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს და ძირს უთხრის ამ ინტერესებს. ამიტომ ევროკავშირმა რაც არ უნდა გააკეთოს, ასე ვთქვათ, ამითი ვერ გააძლიერებს ამ ხელისუფლებებს. მე ვფიქრობ, რომ პირიქით ევროკავშირის მხრიდან განუხრელი დაცვა პირობითობის პრინციპების იქნებოდა გაცილებით უფრო სწორი, იმიტომ რომ ეს პირობები რო დაეცვა ევროკავშირს, მაგალითად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს არ ექნებოდა შესაძლებლობა, რომ ქართველი ხალხი მოეტყუებიდა მორიგჯერზე 2024 წელს, რომ თითქოს ეს არის ევროპული დღის წესრიგის მქონე ხელისუფლება, გულისხმობ იმას, რომ მათ რო არ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, მათ მოუწევდათ ჩვენება თავისი რეალური ბუნების არჩევნებამდე. ამიტომ, როდესაც კომპრომისზე მიდის ევროკავშირი პირობითობის წესების დაცვას რაც შეეხება, ჩვენ ხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ეს კარგად არ ტრიალდება არც იმ ხალხისთვის, ვინც ცხოვრობს იმ ქვეყნებში, სადაც ფორმალურად პროევროპული დეკლარაციის, ასე ვთქვათ, დეკლარაციის დონეზე პროევროპული დღის წესრიგის მთავრობები მართავენ ქვეყანას და რეალურად ატარებენ რუსულ პოლიტიკას და არ ემსახურება ეს არც ევროკავშირის ინტერესებს, როდესაც პირობითობიდან გადახვევა ხდება. რაც შეეხება იმას, თუ რატო გადაწყვიტა ევროკავშირმა, რომ მსჯელობა გაიმართოს იმაზე თუ რა არის დღეს გზები იმისთვის, რომ ევროკავშირი ერთის მხრივ სწრაფად გაფართოვდეს და მეორეს მხრივ
დაცული იყოს უსაფრთხოების გამოწვევებისგან, რომელსაც უქმნიან ევროკავშირს, მაგალითად ისეთი უსაფრთხოების გამოწვევისგან, როგორცაც უქმნიდა ორბანის რეჟიმი წლების მანძილზე ევროკავშირს, როდესაც ფაქტიურად პუტინის მეხუთე კოლონა იყო, ასე ვთქვათ, იჯდა ევროკავშირში და გადაწყვეტილებებზე და ბლოკავდა მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ეს მსჯელობა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური ევროპული გამოცდილების თვალსაზრისით და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მსჯელობა არის მიმართული კანდიდატი ქვეყნების ინტერესისკენ, იმიტომ რომ თუ ჩვენი ინტერესი არის, რომ სწრაფად გავწევრიანდეთ ევროკავშირში, დღეს სწორედ ამაზე მიდის მსჯელობა, რომ ერთის მხრივ როგორც შეიძლება რომ სწრაფად გაწევრიანება უზრუნველყოფილი იქნას კანდიდატი ქვეყნებისთვის და მეორეს მხრივ როგორ უნდა დაიცვას ევროკავშირმა საკუთარი ინტერესები მავნე გავლენებისგან პოტენციურად ახალი წევრების, ასე ვთქვათ, მონაწილეობით პროცესში, ისეთი მავნე გავლენისგან, როგორიც არის მაგალითად რუსეთის მხრიდან არაფორმალურად თუ ასე ვთქვათ, მეორე ხელით მონაწილეობა ევროპულ გადაწყვეტილებებში, რასაც წლების მანძილზე ჰქონდა ადგილი ორბანის შემთხვევაში. გასაგებია, მადლობა. ვეტე საქართველოს ნიუსის კითხვებს ზელოძლიერი საქართველოს წევრი და ევროკავშირში საქართველოს ელჩი 2005-2013 წლებში სალომე სამადაშვილი პასუხობდა. როცა პაპუაშვილი ევროკავშირს ინიციატივებს უწუნებს და ეჭქვერს აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველოს მოქალაქეები ეკონომიკური საქმიანობისთვის ევროკავშირს ირჩევენ. მაისის თვეში საქართველოში გადმორიცხული 340 მილიონი დოლარიდან ევროკავშირის წილი 158,4 მილიონია. საქართველოს ეროვნული ბანკი მაისისთვის სტატისტიკას ავრცელებს. მონაცემების მიხედვით გზავნილები ჯამურად 7%-ით გაიზარდა. ევროკავშირთან ერთად ზრდის ტენდენცია ნაჩვენდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან. რაც შეეხება რუსეთს, მისი წელი 48 მილიონი დოლარია. ჩინეთი ამ დროისთვის სტატისტიკაში არ ჩანს. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი ეწვია. ეს სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტია საქართველოში, თბილისში. რაც ირაკლი ყობახიძის შეფასებით გარდატეხი მოვლენაა ორმხრივ ურთიერთობებში. ერთობლივ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ვუჩიჩს გამორჩეული ლიდერი უწოდა და სერბეთს საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ ალექსანდრე ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით საოცარ შედეგებს მიაღწია, რითაც მთელი ევროპა ამაყობს. ლიდერების განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მართლმადიდებლურ ტრადიციებსა და მეგობრობას ემყარება. უახლოეს პერიოდში კი თბილისსა და ბელგრადს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდება და თბილისში სერბეთის საელჩო გაიხსნება. საქართველოს, როგორც მოგეხსენებათ, არის შუა დერეფნის განაყოფელი ნაწილი და მზად ვართ, რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი. ჩვენ საუბრის დროს შევეხეთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ასევე ჩვენ გვაქვს სამმართველობით საერთო გამოწვევებიც. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია. ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის იმ პოლიტიკის, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში. Rezultatima Srbije uvek გარკვეულწილად მიხარია სერბეთის შედეგები ponosni na to što ste vi uspeli da და ვამაყობ იმითაც, რასაც თქვენ მიაღწიეთ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ljudi u Srbiji da mogu da čuju საოცარი შედეგები იქონია. სასულიერო პირების კლუბები საჯარო სკოლებში. გივი მიქანაძე დღეს დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელშიც მონაწილეობას ის სასულიერო პირები და მოსწავლეები იღებდნენ, ვინც ჩართულია შესაბამის კლუბებში. განათლების სამინისტროს და საპატრიარქოს ერთობლივ პროგრამაში უკვე 4000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული, სექტემბრიდან კი პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება. რას ფიქრობს ხალხი სკოლებში სასულიერო კლუბებზე? ჩვენი ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავე ესაუბრა დღეს თბილისელებს. ალბათ თუ იქნება ყველა რელიგიასთან დაკავშირებით, როგორც თქვათ, ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი და ასე შემდეგ, საინტერესო იქნება ალბათ შედარებითი პერსპექტივიდან გამომდინარე, თქვათ რა არის ცოდვა სხვა რელიგიაში, როგორ უნდა მოიქცე კარგად სხვა რელიგიაში და ასე შემდეგ.
ამგვარი მიდგომით შეიძლება საინტერესო იყოს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ შეიძლება ერთ კლასში, კონკრეტულ კლასში არ იყოს მაგალითად მართლმადიდებელი მოსწავლე და იყოს სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მისთვისაც რომ საინტერესო იყოს, ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ შედარებითი კუთხით იყოს დანახული რელიგიები. სასურველი იქნება, რომ ფართო კონსენსუსის ფარგლებში მოხდეს ეს საკითხი გადაწყვეტილი, რომ სხვა კონფესიის წარმომადგენლებსაც გაესაუბრონ, მათი მოსაზრებებიც მოისმინონ და საგნის სილაბუსი და ამ შემდეგ შეჯერებული და შედგენილი იყოს სხვა კონფესიების წარმომადგენლების აზრების გათვალისწინება. ბავშვებს ღვთისმშიში ექნებათ, სიკეთეს გააკეთებენ, ბოროტებას არ ჩაიდენენ, რა ვიცი. აი, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის დისკომფორტი არ იქნება, მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდელი რომ იქნება ამ კლუბის წევრი? შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი. მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ. რატო ხარ წინააღმდეგი? რა ვიცი, მგონი სკოლებში გაცილებით უფრო სხვა პრობლემებია მოსაგვარებელი. ესეთი საკითხები მაინც ოჯახში უნდა წყდებოდეს და ოჯახის წევრები, მშობლები უნდა წყვეტდნენ. სამოქალაქო განათლებას უფრო დიდ მნიშვნელობას მივენიჭებდი. საზოგადოებას ეს ახლა უფრო ჭირდება. აი, რატომღაც მგონია, რომ ეს უფრო ემპათიურებს არ გახდის ბავშვებს. ჩვენ არ ვიცით ის ადამიანები ვინ შედიან. ახლა არავისი წყენა არ მინდა, მაგრამ რა განათლება აქვთ საერთოდ? აქ რას ასწავლიან, რელიგიის ისტორიაზეა ლაპარაკი, კულტურის ისტორია, თუ რაზეა ლაპარაკი. იმედი მაქვს, რომ ნებაყოფლობითი იქნება. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რომ ნებისმიერი ქრისტიანის ბავშვი უნდა იცოდეს თავის რელიგიის შესახებ. ზოგადი განათლება არის, რომ აი ბიბლია იცოდე მაგალითად. და თუ ეგეთი ტიპის მაგის გარჩევა და ახსნა მიმდინარეობს, რატომაც არა ძალიან კარგი აი, სხვა კონფესიების წარმომადგენლებისთვის ხომ არ იქნება გარკვეული დისკომფორტი, როგორ ფიქრობთ? ან სხვებმა რა დაშავეს, რატო არა ყურანის გარჩევა სკოლებში? ანუ ჩვენ სახელმწიფოდან გამომდინარე, რელიგია ხან ქრისტიანული არის, ალბათ უფრო პირველ რიგში ეგ უნდა იყოს და სხვა რელიგიების წრეც რო იყოს, ანუ ალბათ ეგეც შეიძლება, ხო, რატო არ შეიძლება? თუ ეგ დაშვებულია, რომ ბევრი რელიგიის ადამიანები ცხოვრობენ, ანუ რავი, წრეებიც ალბათ შეიძლება რომ იყოს. ჩემი აზრით უფრო სურვილი სამებრ უნდა იყოს და არა სავალდებულო, ვინაიდან ყველა არ არის ქრისტიანი და შეიძლება სხვისი უფლებები ილახებოდეს. შესაბამისად, თუ სასურველი იქნება და შეიკრებას გარკვეული ხმათა რაოდენობა თვითონ მოსწავლეების მხრიდან, რატომაც არა, შეიძლება ვიღაცას ქონდეს სურვილი რომ ისწავლოს და გარკვეულწილად ცოდნასაც აიმაღლება, რადგან მხოლოდ აქ რელიგიაზე არ არის საუბარი, გარკვეულწილად ცოდნა უნდა ჰქონდეს ასე თუ ისე შესაბამისი, რომ თავისი ცოდნა გაიღრმავოს და შემდეგ უკვე გადაწყვიტოს რეალურად არის თუ არა ამ რელიგიის მიმდევარი. დღეისთვის სულ ეს იყო. დასასრულს ვთხოვთ გამოიწეროთ საქართველოს ნიუსის არხები YouTube-სა და Facebook-ზე. ჩვენ კი გავაგზავნებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.